ტერენტობის დღესასწაულზე წალენჯიხაში ძალადობრივი ალტინფოს წევრები გამოჩნდნენ. ისინი ილუმინაციების, კონკრეტულად კი ფერადი ქოლგების ჩამოხსნას ცდილობდნენ. მათ პოზიციას იზიარებს საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე გახარიას პარტიიდან კორნელი სალია. წალენჯიხის მერის მოადგილის თქმით, თამარ ბელქანიას თქმით, სალიამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საკრებულოს თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს, ძალადობრივი ალტინფოს წევრებმა კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ფორმულას გადამღებ ჯგუფს, რაზეც ადგილზე მყოფ პოლიციელებს რეაგირება არ მოუხდენიათ. საბოლოოდ ალტინფოს წევრებმა ფერადი ქოლგები პოლიციის დახმარებით ჩამოხსნეს. დავით მანია შემოგვიერთდება წალენჯიხიდან და მოგვიყვება რა ვითარება იქ ახლა. Დიახსოფო, წალენჯიხა ტერენტობის დღესასწაული დღეს ფაქტობრივად ხმაურით დაიწყო, შეიძლება ითქვას. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ადგილზე ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გუშინდელი დღიდან სხვადასხვა ილუმინაციები მონტაჟდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ილუმინაცია იყო სწორედ ფერადი ქოლგები, რომლის ჩამოხსნასაც ითხოვდნენ ძალადობრივი ალტინფოს წევრები. ისინი საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ამ ქოლგების ჩამოხსნას, ვინაიდან ეს პერიმეტრი სულად არის გადაკეტილი, თუმცა მათ პოლიცია დაეხმარა, გაუხსნა სპეციალურად შემოღობილი სივრცე და დაეხმარა, რათა ეს ქოლგები ჩამოეხსნათ. ჩვენ ვიყავით ადგილზე, რათა გვეკითხა მათთვის თუ რა საფრთხეს წარმოადგენდა ეს ქოლგები და ზოგადად რატომ ცდილობდნენ ამ ქოლგების ჩამოხსნას, თუმცა ისინი ჩვენთან მიმართებაში აგრესიაზე გადმოვიდნენ, მოგვაყენეს ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამბობდნენ იმას, რომ ეს ქოლგები უწევდა პროპაგანდას, LGBT პროპაგანდას. ადგილზე იმყოფებოდა ასევე პოლიციაც, რომელსაც ესმოდა ის შეურაცხყოფები, რომელსაც გვაყენებდნენ ძალადობრივი ალტინფოს წევრები კონკრეტულად ჩვენ, თუმცა პოლიციას არანაირი რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ მოუხდენია. უფრო ადრე კი წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ სწორედ ამ ქოლგების გამო მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ გახარიას გუნდიდან კორნელი სალიამ, თუმცა უშუალოდ სალია აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და ფორმულას მაყურებელს ახლა შეუძლია ნახოს თუ როგორ ვითარდებოდა ადგილზე მოვლენები. მინდა გიგვეცათ ქოლგების ჩამოხსნა. რატომ ერევი კაცო, რა გიქ? თქვენ ხარ შეგიძლიათ? მე არავინ მე ვარ მუსიკა. აბა თქვენ რატო ერევით? რაში ვერევი მე ვინ გითხრა? ვინ შეგიკვეთათ რომ ეს ქოლგები? არაფერში არ ვერევი, რა გინდა კაცო დამანეკეთ. ვინ მოიწვია? არ ვიცი, ალბათ კომუნალურმა მაშინ ხელი ხალხის დაკვეთა. უმრავლესობის. რა არის პროტესტის მიზეზი შეგიძლიათ გითხრათ? არ გაძლევთ თქვენს ტელევიზიას საერთოდ. მაყურებელი მიხვდება, რომ ქოლგაში, ორცალ ქოლგაში, რომელიც არის ფერადი, იპოვო პრობლემა იმ დროს, როდესაც ამხელა სახალხო ღონისძიება ტარდება, ბუნებრივია, რომ ყველა მიხვდება, რომ ეს არის ძალიან მართვადი პროცესები იმისთვის, რომ წალენჯიხის ადგილობრივ ხელისუფლებას ყველაფერში შეუშალონ ხელი. მე არავის არ შევხედვა ალტინფოს არცერთ წევს. ანუ იმ ქოლგებთან დაკავშირებით, რაც გამოფენილი არის, არანაირი პრეტენზია არ გაქვს. ხალხმა დამირეკა და ხალხს აქვს პრეტენზიას წალენჯიხის მოსახლეობას. რასთან დაკავშირებით? არ უნდათ რომ ეს ქოლგა იყოს იქ ჩამოგიდებული. და რა საფრთხეს წარმოადგენს ეს ქოლგა, შეგიძლიათ გითხრათ? მე არ ვიცი რა საფრთხეს წარმოადგენს. ამ დროისთვის ძალადობრივი ალტინფოს წევრებმა მაინც მოახერხეს პოლიციის დახმარებით ამ ფერადი ქოლგების ჩამოხსნა. ჩვენ 12 საათიან გამოშვებაში მაყურებელს უფრო ვრცლად მოვუყვებით თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები დღესდღეობით წალენჯიხაში.